აი მე მაინტერესებს თქვენი როგორც სასულიერო პირის აზრი, აი როგორ გაიცანით მამა გიორგი და ურთიერთობები აეწყო თქვენ შორის და შეაფასეთ აი როგორც სასულიერო პირმა. მამა გიორგი ჩემთვის უდიდესი ადამიანია და უდიდესი სითბო და მამაშვილური დამოკიდებულება მოკავშირებს მამა გიორგისთან. იჩის კიდეც მასე საუბარი. იმდენად ვიყავს მამა გიორგი. იმდენად დიდი მამაბრიობის ზრუნველობა აქვს მას ჩემზე გაწეული. და იმდენად დიდი მადლის მატარებელი ადამიანია. ეხლა თვითონ მამა გიორგის მიმართ დამოკიდებულებებზე მინდა მოვახსენო ყურადღება ძალიან ხშირად ამბობენ რომ აი მამა გიორგი ასეს თქვა, მამა გიორგი ისეს თქვა და ეს რატომს თქვა ასე. იმიტომ რომ ავტორიტეტი არის მამა გიორგი. მამა გიორგი დიდი ავტორიტეტია. დიდი ავტორიტეტია და მამა გიორგის სიტყვა მართლაც დიდია. გახსოვთ თქვენ ათვენიდან ჩამოგრძანდა მამა ეფრემი. და მე როგორ თორჩდები სასულიერო პირები ახლდნენ მას, მათ შორის მღვდელმთავრებიც თუ არ ვცდები. მე ახლა არ მახსოვს ზუსტად და იქ მამა ეფრემს თქვა რომ ღვთისმშობელი გამომეცხადაო. ძალიან მარტივად თქვა ამაზე, ხო და ხალხმა შეულებრივად მიიღო და პირიქით სასულიერო პირებიც ამბობდნენ რომ აი მამა ეფრემი ასეთი დიდი წმინდანია, ასეთი დიდი მამაა, მას ღვთისმშობელი ეცხადა. ანალოგიურად მამა გიორგი როდესაც თქვა რომ ღვთისმშობელი გამომეცხადაო, 91 ამბობ, მამა გიორგი არის ხილში. ესე იგი რატომ ვართ ჩვენ ქართველები ასე მოწყობილი? თუმცა შეიძლება რომ ჩვენ ყავდეს ისეთი მამა, რომელსაც ღვთისმშობელი გამოეცხადება რა, უწმინდეს არ ეცხადება ღვთისმშობელი. უწმინდესი არ არის ცოცხალი წმინდანი. წმინდანობა არ არის აღიარებითი კატეგორია. წმინდანობა არის ცოცხლად სხეულში მყოფი ადამიანის ყოფობა, სულიერი მდგომარეობა. ღმერთში მყოფობა. შემდეგ ეს ადამიანი გადის და ღმერთი ან ინებებს მის გამომშრალნებას, რომ ის წმინდანია, ან არ ინებებს. ვინც წმინდანად არის აღიარებული, იმის გარდა უამრავი წმინდანია სასუფეველში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ერის ხალხია უამრავი განწმენდილი და ძლევამოსილი და ჩვენ არ ვიცით. ცოცხლად არიან ისინი. ჩვენ ვიცნობთ შეიძლება და არ ვიცით რომ ისინი. აი თქვენ რომელ თვისებას გამოჰყოფთ მამა გიორგისში, რომელიც გამოარჩევს და განასხვავებს მას თუნდაც სხვა სასულიერო პირებისაგან. მამა გიორგიზე ხო მოგახსენეთ, ძალიან რთულია საუბარი და რატომ არის რთული? ის არის მრავალმხრივი საეკლესიო მოღვაწე. არის ძალიან დიდი მქადაგებელი. მისი წიგნი ქართულობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი ეს არის სწავლება. მან გახსნა სისტემური სივრცე სასულიერო სფეროში და დადო ხალხის წინ. ეს რა თქმა უნდა პატარა ამბავი არ არის, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ იყო პირდაპირ უფლის მოწოყურთხება და მე თორსდები მამა არჩილს აქვს ნათქვამი მინდიაშვილს, შოთის ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ადამიანს, ძვირფას ცნობილ მოძღვარს, რომ მამა გიორგიო ამდენი ხანი იყო საქართველოში და არავინ არ იცოდა მასზე, არაფერი და აი უცბად გამოვიდა ასპარეზეო და თას თქვა ამდენი რამ, ამდენი საიდუმლოება გაამჟღავნდა სულიერი ეს იყო სწორედ ღვთის მოწოყურთხებით. ღვთის კურთხევით, რომ ღვთის გარეშე აი ამხელა ეს რაღაც ვებერთელა მასშტაბური საიდუმლოს გამჟღავნება ერისთვის. ეს პატარა ამბავი არ არის. ეს საიდუმლო არის დაფარული. არის სისტემური საიდუმლოა. სასულიერო სისტემის საიდუმლო ეს და ამაზე არ საუბრობენ სასულიერო პირები, ვინც ეს მეტნაკლებად იციან და იქ კარგად ამბობს, რომ გიორგი რომ ესო საიდუმლო ცოტა არისო თუ როგორ მოქმედებს სასულიერო პირება. მამა გიორგი დადო ეს ყველაფერი და ამით დაძრა საქართველოში სიწმინდისაკენ ადამიანები. ამით აღიძრნენ ადამიანები და დაიძრნენ, რომ მათ უნდათ მიიღონ სულიერი განახლება და მოიპოვონ სასუფეველი. ამას ეხუმრობთ. ფაქტობრივად მამა გიორგი დაიწყო მართლმადიდებლური მოძრაობა, განახლება და ამით ის პირდაპირ მოიაზრება როგორც უწმინდესის კურსის გამაძლიერებელი, უწმინდესის კურსის
პირდაპირი პირველ ხაზზე მებრძოლი უდიდესი ადამიანი. პირდაპირ მოიაზრება მამა გიორგი ამით. ძალიან დიდი მხარდაგებლობა მას პირველი. შემდეგ უდიდესი კურნებისა და ადამიანთა დახმარების მადლი. არიან უამრავი ადამიანია, რომ მამა გიორგის შესთხოვს მივა სთხოვს, რომ მაკურთხე ეს საკითხი მომიგვარდეს, მამა გიორგი ილოცებს და ესე კითხი სულთან. და წინასწარ განშვრეთს მოვლენებს. აუცილებლად განშვრეთს მოვლენებს. მე ჩემს თავზე მაქვს ყველაფერი გამოცდილ. პირადად მე მქონია ეს ყველაფერი და ეგ კი არა ჩემი სასულიერო პირობის მომენტებზეც მამა გიორგისაგან ხო ძალიან ბევრი რამ ნათქვა. ადრევე ჯერჯერობით კი რა თქმა უნდა. ერის ადამიანობაში წლების წინ. იგივე დახმარება როგორც მოახსენეთ თუ ჯანმრთელობისა თუ რაიმე განსაცდელია ძალიან ხშირად უთქვამ ჩემთვის რომ აი მამა გიორგის ვევედრე და ესე მოხდა. მას დიდი მადლი აქვს ახლა უწმინდეს მე მქონია ასეთი შემთხვევა რომ უწმინდესისთვის მithოვია ლოცოში და მოხმარები. მქონია ასეთი შემთხვევა მამა გიორგისთვის მithოვია ლოცოში მოხმარები. მამა გაბრიელს შემთხვევა ლოცოში და მომხმარები. აბა როგორ გავართოთ ამ ხელა პრობლემებს თავი თუ ამ დიდ მოძღვრებს და დიდ მამებს არ დავევრდებით. ახლა ის მოვლენა რომ მამა გიორგი ცოცხალია და ჩვენა სიცოცხლეში და სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთისთვის სიკვდილი არ არსებობს, ღმერთისთვის ყველა ცოცხალია. ღმერთისთვის არსებობს გარდაცვალება, ღმერთმა მიცოცხლოს მამა გიორგი და მაინც და მაინც საჭირო არის რომ ის საყოველთაო აღიარება მოხდეს მაშინ, როდესაც ღმერთო აცოცხლე და ის გარდაიცვალება, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მამა გიორგი. უწმინდესი ხო ვამბობთ რომ იგი არის წმინდა ადამიანი და დიდი ადამიანი. ჩვენ კაცთმოთნიერი ვართ. ჩვენ ვართ კაცთმოთნიერი. და რატო? აი არიან ერები, რომელთაც ეს არ ახასიათებთ. ჩვენ ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს, მაგრამ დიდი ამპარტავნებაც გვახასიათებს. არ გვიყვარს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანის აღიარება. ეს ჩვენი ამპარტავნებაა და კაცთმოთნიერი ვართ. უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი რომ არ იყოს, საშინელი ამბავი მოხდებოდა. რომ პატრიარქი პირადი გამოცდილებით იმდენ რომ ეს გვასწავლის, რაც არსად არ წერია. და უმძიმესი წლები გადაგვატანია რა. და გადაგვატანია უმძიმესი წლები და მოსეს მსგავსად ატარა საქართველო. უწმინდესის მხრებზე დგას საქართველო. მაგრამ რომ არ იყოს ის პატრიარქი და ის იყოს თქვათ მოძღვარი და ისეთი რამს თქვას, რასაც უწმინდესი ბრძანებს, შეიძლება საშინელება მოხდარიყო. ეთქოდა სად წერიაო, მაგრამ უწმინდეს პირადი გამოცდილებით აქვს ეს ყველაფერი. ერთხელ იქადაგა 2005 წელს მახსოვს უწმინდესმა იქადაგა რომ ძალიან გთხოვთ რომ თქვენი ახლობლების სურათიო გარდაცვალებული ვინც არისო დაადეთო და მიდით მასთან კურთხევა აიგეთო, ემთხვიეთო, ხილი დააწყვეტო, ტკბილეულიო და შემდეგ გაეჩითო და იცითო ეს მათ მისდითო. ეხლა ეს რომ რომელიმე საუბარი დაიწყოს ამ საკითხზე, იტყვია რომ ესეთი რამ არსად არ წერია. მაგრამ პატრიარქმა ეს ძალიან კარგად იცის რომ ეს ასე ხდება, მას აქვს სასუფეველის მიერი ლოცვითი გამოცდილება და მან იცის რა როგორ ხდება მათი მომენტში. მას ხედვა აქვს. ასევე უდიდესი ხედვა აქვს მამა გიორგის, მან იცის იქ რა ხდება. და ეხლა სქემებით სასულიერო საკითხებზე საუბარი არ ხერხდება. ეს არის პირადი გამოცდილების საიდუმლო და ასეთი დიდი მოძღვრები პირადი გამოცდილებიდან ესაუბრებიან ადამიანებს. და ჩვენ კი უჯობესია რომ დიდი მადლიერება გქონდეს და არაკაცთმოთნეობა, დიდი უწმინდესი, დიდი მამა გიორგი, დიდი ბრძანდება, დიდი გაბრიელ ბერი და მე გული მტკივა რომ ვიდრე დიდ გაბრიელს აღიარებდნენ წმინდანად, ძალიან ბევრი ამას ამბობდა რომ ეს არ არის წმინდანი. როგორც კი მოხდა ოფიციალური აღიარება, ყველას თქვა რომ ეს არის წმინდანი. მამა გაბრიელი ყოველთვის ბრძანდებოდა და ბრძანდება წმინდანი და უწმინდესმა ძალიან კარგად თქვა, აღიარებულია წმინდანად, არა შერაცხული, არამედ აღიარებულია. ანუ ამით პატრიარქმა პირდაპირ იხმარა ის ტერმინი ქართული სიტყვად და ყოველად დამტევი ენა ქართული ენა, რომ აი ვაღიარეთ, კი არ შევრაცხეთ ის შერაცხულია ის წმინდანი. ამით გამოიხატება ის. მაგრამ ერმა აღიარა. ერმა შერაცხა და ერმა აღიარა. ნუ მადლიერების გაცდა ჭირდება ჩვენთან. სასწაულთმოქმედების ნიჭი, აი რაც ვთქვით, მამა გიორგის ეს
და კიდევ სიმართლის თქმის ნიჭი. მამა გიორგი არის უდიდესი სიმართლის მტკვარი და ძალიან კარგად ამბობს თუ შენ ვერ ამბობს სიმართლეს არ ხარ მტკვარი. თუ შენ არ გეცოდება გაჭირებული, არ ახარ ჭეშმარიტად მართლმადიდებელი, არ ახარ ჭეშმარიტად მართლმორწმუნე. მამა გიორგი არის სიმართლისათვის მებრძოლი მხედარი. ქრისტესი, რომელიც ამბობს სიმართლეს და ამ დროს გვასწავლის რომ ვიყოთ არა კაცთმოთლენი, არამედ ღმერთისთვის თავდადებული ადამიანები. და ამაზე დიდი რა უნდა იყოს და კიდევ რაც მთავარია, კიდევ ერთ-ერთი მთავარი ქრისტესთვის დაივნილი და ნატანჯი ადამიანი. ეს იმ წლების მოძღვარია, როცა იდევნებოდა ქრისტიანობა, როცა ანაფორის გულისთვის შეურაცხყოფდა ადამიანებს და აი ამ ტანჯო გამოვლილი ადამიანს ჩვენ და უდიდეს მოწიწევა და პატივი მივიღოთ და საერთოდ იმ თაობის სამღვდელოებას უნდა პატივით მოვიყვარეთ ჩვენ. მამა გიორგი გამორჩეულია თავისი სიდიადით და სიწმინდით და მადლის მატარებლობით, მაგრამ იმ თაობის მოძღვრებმა ჩვენ მოვიტანეს დღეს სარწმუნება. ყველაფერი მათ გადმოგცეს და მათ მხრებზე დგას. მათ მოიტანეს დღეს ჩვენ დედა ეკლესიის სიწმინდე. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ და წყვეტა მომხდარიყო, რა იქნებოდა? იტვირთეს იმ დროს, როცა პატივით კი არა შეურაცხყოფდნენ. დღეს თითქოს აი პატივია სასურველი. მაშინ შეურაცხყოფის ღირსართული დასასრულებლის და დასჩინოდნენ და ესენი მაინც შესავლად ატარებდნენ ამ ძიმე ჯვარს. აბა პატივი როგორ არ მივიღოთ. აბა როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვინმეს დაგვცდეს ერთი სიტყვა რომელიმე ძველი თაობის სასულიერო სიამოვნებით. მით უმეტეს დიდი მამაგი მე ასე ვიტყოდი. და ყველა ზითქმის დაემთხვა რომ ყველა წელს შეუსრულდა ან უსრულდება 80 წელი. უწმინდესაც ახლა მამა გიორგის როგორად ის ხო ყველას თითქოს 80 წელი უსრულდება. და ის თაობა რომელიც მართლა კომუნისტების პერიოდში თავისი სიმართლით და ჭეშმარიტი ქადაგებით გამოირჩევა. თავიანთი სიწმინდით, თავიანთი მადლით და საოცარი სიმდაბლით. მამა გიორგი არის სიმდაბლის მასწავლებელი. კიდევ თავმდაბლობის მასწავლებელი. ხან ისეთ რამეს გეტყვის, რომ გავაკეთდება ადამიანი, რომ ხელა ადამიანი იმდენად დაბლდება ხალხის წინაშე. ხან უცბად ისეთ სალოსურ მოქმედებას მოიმოქმედებს, რომ უნდა დაუკვირდე რა გითხრა ამ მოქმედებით და გარკვეული ხნის შემდეგ ღვთის მადლით გაიხსნება, რომ მამა გიორგი ამ დროს ეს გითხრა, მიგანიშნა ამა თუ იმ ცხოვრების მოვლენაზე. შენ ცხოვრებას. აი ესეთი დიდი მადლი აქვს მას და ბედნიერი ვარ, რომ მამა გიორგის წმინდა მარჯვენას ვთქვი ვარ და შევხედე რომ მას და ის იმ ეპოქაში ცხოვრობ, როცა ცხოვრობს დიდი მამა გიორგი, როცა არის დიდი უწმინდესი, როცა აღიარებული იქნა დიდი გაბრიელ ბერი და იმ ეპოქაში ცხოვრობ, როცა ცხოვრობდა დიდი გაბრიელ ბერი. კი, ალბათ. დიდი მამა სოკრატი. კი. მამა ლეონტი. ლეონტი ხო. მამა რაფაელი. მამა ფილარეტი. მამა ვიტალი. ეს ვებერთელა თაობა, როგორ შეიძლება ამ თაობას ჩვენ მოხმოდრე არ მოუდრიქოთ. და კიდევ შეიძლება ვინმე გამოგჩენ შენდობას უთხოვ ყველასგან და ყველას გამოცაკურთხებას ამ უდიდეს თაობას, რომელიც მართლაც ასწავლოს მოქმედები არიან თავიანთი მადლით, მაგრამ დაფარული. მამა გიორგი წლები იყო დაფარული. ღმერთის ბრძანებით მოხდა, თორემ ასაკში ახლა მას არ ჭირდებოდა ეს, მაგრამ ალბათ უფლისგან მიიღო ეს დასტური, როგორც მამა არჩილი ამბობს, რომ ღვთისგან მიიღო დასტური, რომ უნდა გამოჩენილიყო. ამას ხო ძალიან დიდი. ეს ხო დიდი ბედნიერებაა და ამ დიდ თაობას, ამ სასულიერო და ამ ებერთელა დას, ამ თაობას ჩვენ და მეღოთ უდიდეს პატივი ყველას. ყველა თავისებურად დიდია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მამა გიორგიზე ვსაუბრობთ ამ უდიდეს მამაზე და უდიდეს მნათობზე თანამედროვე ქართული ეკლესიის. დიდი მადლობა. მგონი რომ ყველაფერი